რას ქვია გადასარჩენი, ხავდო ბოლო წამოვდეთ ცდილობდით რომ აგვეცილებინა კოფრი, რას ქვია გადასარჩენი, არა, ნახეთ რას გეკითხებით. რა გინდათ ბოლო რას გეკითხებით? რა მინდა ბოლო რა ვერ გავიგე, ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? მომისმინე წუთი ცოტა იმასკენი ევაკუაციას ვინც? არავინ არ ზის საქართველოს გასაგებია, თუ შენ იწყებ რაღაც ოპერაციას ბატონო, მაშინ შენ აფრთხილებ. შენ გამოყავს. ეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი, სწორედ იმიტომ გაქვთ ეს სამშვიდობო მიცია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. ამიტომ თქვენ როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარე. გაყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს, ხო? თქვენ ითხოვთ და ვალდებული ციყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. ანუ იქიდან მაშინ უნდა გვითხრათ, რომ არავითარი პასუხი არ მქონია და მითხრეს, რომ ეგ არ არის ჩემი საქმე. იმიტომ რომ ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამასთან გქონდათ, რაც მოგვიანებით ვერ გეტყვი. ბატონო მამუკა, მოდით ერთი წუთი სანამ პასუხს გავცემთ, შევთანხმდეთ მუშაობის წესებზე. ესე იგი, მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მოგზანდით. გისმენთ, რა მოვიქცე ესეთი. ეხლა გუშინ განსაკუთრებით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს. ერთი ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს, რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს პირველ რიგში. გასაგებია? გისმენთ, კი. რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვავთ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენა კითხვებს. და აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშ ვუხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. ესე იგი, ჩვენ ვამბობდით რას? რომ როდესაც თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ, სადაც თქვენ ამბობთ დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესებთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. გისმენთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ერთმამ და მეორემ კიდე. ბოდიშ ვუხდი საზოგადოებას.